გილოცავთ დღესასწაულს მოციქულთა თავნი არიან პეტრე და პავლე. სიმბოლონი და ნიშანი თუ როგორი სიყვარული გვმართებს თითოეულ ჩვენთანაც. და კიდევ მთავარი, რომ არანაირი დაცემა, ცოდვა აღმატებული არ არის ღვთისმოყვარეობაზე და ამისი მაგალითები მოციქულთა თავნი არიან. პეტრეს ძალიან უყვარდა და იძახდა, რომ არ მიგატოვებ, თუ კი ყველა მიგატოვებს. და გულთამხილავმა უფალმა უთხრეს, სამგზის ყივილს ვერ მოასწრებს მამალი, რომ შენ სამგზის უარყოფ მე. ხოლო პავლე, რომელიც სწავლე იყო, მდევნელი იყო ქრისტიანების და ნებართვა ჰქონდა აღებული, რომ თუ კი სადმე ქრისტიანს ნახავდა, სასტიკად ეგვემა დაესაჯა, მოეკლა კიდეც. მაგრამ როდესაც მას ესეთი ნათელი ბნელი გამოუჩნდა და ესმა ხმა უფლისა და როცა რომ სასწაულებრივად ნათლობის მერე აღეხილა თვალები, მას მერე გახდა დიდი მქადაგებელი და მოციქულთა თავი. ასე რომ უფლისთვის ყველა შვილი ვართ, დაცემულიც, მართლად მცხოვრებიც და ყველას სინანულს ელოდება, რომ მიუტევოს და რადგან სიყვარულს, რადგან უფალი თავად სიყვარულია, რადგან მას აბსოლუტურ სიყვარულს არ შეეძლო მხოლოდ დარჩენილიყო ამ სიკეთესთან, ეს მადლი გაუნაწილა ადამიანთა მოდგმას და ვერასოდეს ვერ შეეგუება, რომ მის ქმნილებათა გვირგვინად გამოსახული ადამიანის სული დაიღუპოს. ამიტომაც ვინც სინანულით უფალთან მივა, როგორც ჯვარცმული ავაზაკი, ყოველთვის უფალი შეუნდობს და სასუფეველში, როგორც ავაზაკი პირველი ბინადარი გახადა, ისე თითოეულ მონანულ ადამიანს როიტყვიან გულში ჩაიკრავს, როგორც უძღებს შვილს და სასუფეველში დაამკვიდრებს. პეტრე მოციქულ საოცარი რამ შეემთხვა. როდესაც ქადაგებდა პირველ საუკუნეებში, ნერონი იწყებს იმპერატორი დევნას ქრისტიანების და აფრთხილებენ ქადაგებლებს, მოციქულებს, მის თანხლებებს, რომ იმპერატორი ეძებს ქრისტიანებს და მით უფრო მოციქულებს, იმიტომ რომ მათი სიტყვით აიდღევანდელი წარდგომაც ესე იძახის და ამბობს. მთელ სოფლიოს მოეფინა მათ მიერ ნაქადაგების სიტყვა უფლისა და მათი ხმა მთელ მსოფლიომ გაიგო, მთელმა მსოფლიომ. და გადაწყვიტა პეტრემ, რომ დაეტოვებია რომი, იმიტომ რომ ყველა ურჩევდა, რომ რომი დაეტოვებინა. და როდესაც მიდის ქალაქის გასასვლელთან, ხედავს, რომ აცხოვარი მოდის. და ეკითხება, უფალო, შენ საიდან, აქ როგორ ხარ? მოვედი, რათო ჯვარს ვეცვა. როგორ კიდევ ჯვარს უნდა ეცვა? და სანამ გამოერკვია, რომ მოიხედა, უკვე ნახა უფალი, რომ ზეცად მაღლდებოდა. პეტრე მოციქულმა გულისმა ხო დაბრუნდა რომში და მიიღო ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრული. სახარებიდან გახსოვთ ის ეპიზოდიც, რომ არ გიღალატებდა, არ დაგტოვებო. და მართლაც სანამ მამალმა სამჯერ იყილა, სამჯერ უარყო ქრისტე. პეტრე მოციქულმა თქვა რა, რომ არ ვიცნობ მე ამ ადამიანს. როცა მამალმა იყილა, მესამე დემხილა, გავიდა გარეთ და დაიწყო ატირდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მამლის ყივილზე ტიროდა პეტრე მოციქული. ზოგიერთ ხატებზე პეტრე მოციქული და პავლე მოციქული გამოსახულნი არიან. პეტრეს გასაღები უჭირავს, იმიტომ რომ უფალმა მიანდო და უთხრა, რომელსაც შეჰკრავ და რომელსაც გახსნით. და ეს არის კლიტენი სასუფევლისანი პეტრეს მისცა, ხოლო პავლე გამოსახული არის მახვილით, როგორც აი მისი სიტყვა მახვილი და ბევრი სულისა მომაქცეველი, ისე არის გამოსახული. და არის ზოგიერთი ხატი, აი ჩვენთან არის დაბრძანებული, ერთი მეორეს ეხვევიან და ამბორის ყოფით არიან გამოსახული, იმიტომ რომ მათ საფრთხო მადლით განათლებულ სულებს სიყვარულზე აღმატებული ჯილდო არ ქონდათ.
პავლე მოციქული, რომელიც მდევნელი იყო და შემდეგ ქადაგებელი გახდა. დღევანდელ წაკითხულ სამოციქულოშიც პირდაპირ ამბობს. თუ კი ვინმე ებრაელია, მეც უფრო მეტი ვარ და მეც მათთან ვარ. თუ კი ვინმე ნათესავია ჩემი და თუ კი ვინმე აბრაამის შთამომავალია, მეც მათი ვარ. მაგრამ თუ კი ქრისტიანი არის, უგუნურესად ვიტყვი, უფრო იზღა მე ვარ. და რატო? და მე ჩამოთვლის ქრისტესთვის რამხელა განსაცდელები გამოიარა. შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, ყრობილებითა გარდარეულად, იმიტომ რომ ბევრჯერ დაეწერა. სიკვდილთა შინა მრავალგზის, ხურიათაგან ხუთ გზის, 41 დაკლებული, 39-ჯერ ცემაი მივიღე, მოვითმინე. სამგზის კვერთხითა ვიცემე, ერთგზის ქვითა განვითვინე, ანუ ქვა დაჰკრივეს. სამგზის ნავი დამექცა, ანუ იძირებოდა. ღამე დღე უსკროლთა შინა დავხავ, ანუ გადმოგდებული იყო და გახსოვთ თოკით გადმოჰკიდეს, გალავანზე გამოუშვეს, გამოაპარეს. გზისასვლანი მრავალგზის. შემოიარა თითქმის ნახევარი იმ დროინდელი მსოფლიო. ჭირნი დინარეთანი. ჭირნი ავაზაკთაგან. ჭირნი ნათესავთაგან. ჭირნი წარმართთაგან. ჭირნი ქალაქთა შინა. ჭირნი უდაბნოთა ზედა. ანუ ეს სადაც რომ აი ეს ჭირი და განსაცდელი შეემთხვა. ჭირნი ზღვათა შინა და ჭირნი ძმათა მტყუართაგან. ყველაზე უფრო მწარედ ამას ამბობს. ძმები, რომლებიც წყვილს ამბობდნენ და როგორც ახარება ამბობს, ცხრის ქურგში ტყავში გამოხვეული მგლები იყვნენ. ჭირნი ძმათა მტყუართაგან. შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარებითა, მრავალგზის, შიმშილითა და წყურვილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშლოებითა. გარეშე მისსა, რომელი მოიწევის ჩემზე და დღითი დღე ზრუნვაი ყოველთა ეკლესიათა. ვინ უძლურა და მე არა უძლურ ვიყავი. ვინ დავრკოლდებიან და მე არა ხურევდი. უკვე თუ ჯერ არის სიქადული, უძლურებისა, ჩემისა ვიქადოდე. რატომ? იმიტომ რომ კაცობრივ უძლურებაში ღვთისა ძალა ჩანს. როცა რო ადამიანს ყოველგვარი სასო თითქოს არ ეკვეთება. როდესაც გამოსავალი აღარ ჩანს, როცა თითქოს ყველა დაივიწყა და ყველაფერი მის წინააღმდეგ მობრუნდა, აი ამ კაცობრივ უძლურებაში ღვთის ძალა გამოჩნდება და არცხვენს და ამხელს იმ ბოროტ განზრახვას, თუ კაცთაგან მომავალს, თუ ძმათა მტყუართაგან მომავალს, ამხელს ღვთისმადლი უფალი და მაშინ გამარჯვება რჩება იმას, ვინც უძლურად იყო. და მაშინ ადამიანი აღიქვავს, რო არა ღმერთი, მისი ხსნა და გადარჩენა არ იქნებოდა. დღესაც ხდება ესეთი, ბევრი. მორალოდ ჩვენ არ ვიცით, ან ცოტა ვიცით. და ერთი მთავარი კიდე რომლითაც აი ეს სახარებისეული სიტყვა დაემტკიცების და საცნაური ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფონზე ჩვენი დღევანდელი არსებობა არის. და რამ გადაგვარჩინა? სიყვარულმა ქრისტესმა და სასოებამ, იმედის არ გაცრუებამ, ღვთის შეწევნისამ. და თუ კი რაიმეთი თავი უნდა მოიწონოთ, ერთი ამ მხოლოდ ქრისტე და ისიც ჯვარცმული. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ჩვენთან არის ღმერთი.